22-დან 25 სექტემბრის ჩათვლით ევროპის საწყლოსნო ფედერაციის გადაწყვეტილებით კლუბებს შორის ევროპის თასის გათამაშების საკვალიფიკაციო რაუნდი თბილისში ჩატარდება. თამაშები საწყლოსნო კომპლექს ოლიმპიკის აუზზე გაიმართება. ტურნირში საქართველოს სახელით ქვეყნის ჩემპიონი ილიას უნივერსიტეტის კლუბი ლიგამუსი იასპარეზებს 6 გუნდიან ჯგუფში, საიდანაც შემდგომ ეტაპზე მხოლოდ 2 გადის. ლიგამუსის მეტოქეები უნგრეთის ხონვედი, საფრანგეთის ოლიმპიკი, რუსეთის სანქტ-პეტერბურგი, ჰოლანდიის დეჟი ლეიდენი და ხორვატიის მედვეშჩაკი იქნებიან. ლიგამუსი პირველ შეხვედრას ხუთშაბათს 22 სექტემბერს ჰოლანდიელების წინააღმდეგ ჩაატარებს. გუნდი მონაწილეობს 4 გადის შემდეგ ეტაპზე. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამ პირველ ტურს დავძლევთ. იმედია მე ჯერო რომ ჩვენ ამ ტურს ამ ეტაპს დავძლევთ და რა თქმა უნდა ეს ევროთასის გათამაშება ხელს შეუწყობს ჩვენ ეროვნულ ნაკრების უკეთ მომზადებას ევროპის ჩემპიონატის შესაძლებელი პლეი-ოფი მატჩისთვის. ვიმედოვნებთ, რომ კარგად ჩაიგდეს ეს ღონისძიება. ვფიქრობ, რომ როგორც საერთაშორისო ფედერაციასთან შეთანხმებით ჩვენი ეროვნული ფედერაციის შეიძლება მოხერხდეს, რომ ტრადიციული გახდეს ერთ-ერთი ტურის ჩატარება ევროპის თასის. სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპებიდან გამომდინარე ბანკმა რესპუბლიკამ გადაწყვეტა გამხდარიყო სპონსორი სტადიის ტურნირისა, რომელიც ორგანიზებულია ილიას სახელობის უნივერსიტეტის მიერ.